მალე შობა დადგება და სიბნელე გაქრება, სიხალისე იწყება, ტკივილი ძველს მიჰყვება. აინთება ნაძვისხე, პატარები მღერიან, ტაშუკრავენ ხალისით ახალ წელსელიან. აი ასე, სიხარულით, სიტყვოთი და ამაღლებული განწყობით მოგესალმებით მეგობრებო. ცოტნე ამაზობაში უკვე ახალი წელიც დადგა, გილოცავ. მეც გილოცავ ვიკა. ბედნიერებას გისურვებ ცოტნე, ასევე მინდა მაყურებელსაც მიულოცო. ეს წელი თქვენთვის სიხარულის, ბედნიერებისა და ბარაქის მომტანი იყოს. მიკროფონი ჩართულია, გილოცავთ ახალ წელს. ეს 2016 წლის პირველი გადაცემაა. და ჩვენ შევეცადეთ ხელგაშლილები ყოფილიყავით. დაგილოცავთ ოჯახებს, ღმერთმა სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოთ. ცოტნე არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს შობაა და მინდა რომ თქვენთვის მეგობრებო და თქვენი ოჯახებისთვის ეს დღესასწაული იყოს განსაკუთრებული და ამიტომაც დარჩით გადაცემის ბოლომდე ჩვენთან ერთად და აიმაღლეთ განწყობა. ვიკა, მითხარი, როგორ შეხვდი შობა ახალ წელს და რა იყო ამ არდადეგებში განსაკუთრებული? ცოტნე მე ძალიან კარგი ხალისით შეხვდი, რადგან საჭიროა რომ ხალისით შეხვდი ახალ წელს. თუ არ შეხვდები, ალბათ წელი ეს წელი სულ ისეთი იქნება, როგორიც შეხვდი. ამიტომაც მე ძალიან შემართებით და ძალიან კარგი განწყობით შეხვდი. რაც შეეხება განწყობას და განსაკუთრებული ის იყო, რომ ღამის 5 საათამდე სულ თოვში ვიყავით და გუნდოვდით და ეს არც ერთხელ არ გამიკეთებია მე. ეს იყო განსაკუთრებული და შენთან როგორ იყო ცოტნე, როგორ გაატარე ახალი წელი? მეც ასევე 12 საათამდე მეღვიძე დავხვდი ახალ წელს, მაგრამ პირველის ნახევარზე უკვე ჩამთვლი მასემ 5 საათამდე გარეთ არ ვყოფილი ვარ. ახლა კი მოდი გავიგოთ, რა ჩაუთქვა ახალ წელს ჩვენმა სტუმარმა. მარიამმა შესაბამისად მხიარული სტუმარი მოიწვია. ეს არის ვიზიტი 2016 წლის პირველი გადაცემა. მე მარიამი ვარ, დღეს კი შობაა და ყველას გილოცავთ. და ეს წელი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, რომელიც ამასთანავე ჩვენი გადაცემის მეკვლია. ეს არის ჩვენი სულ პირველი გადაცემის წამყვანი და ანსამბლ ხარებას სოლისტი უჩა ვალიშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით, ჩემო კარგო. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, შობა, ყველაფერს ერთად გილოცავთ, მინდა მივულოცოთ სრულიად საქართველოს და მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა, რომ გასულ წელსაც მე ვიყავი თქვენი სტუმარი, ეს ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია. და ვილოცავ ყველას იყოს ეს წელი ჩვენთვის, ასევე საქართველოსთვის, ხვავის და ბარაქის მომტანი და რა თქმა უნდა იყოს მშვიდობა. მეც გილოცავთ შობა ახალ წელს და დიდი მადლობა, რომ ახლა ჩვენს გვერდით ხართ. მადლობა თქვენ. რას ნიშნავს ეს დღე თქვენთვის? უდიდესი პატივია თქვენთან ყოფნა, რა თქმა უნდა, ასევე სრულიად პასუხისმგებლობით ვიძახი ამ სიტყვებს, იმიტომ რომ ყოველთვის მიყვარდა ეს სფერო, ტელევიზია და რა ვიცი, ბედნიერი ვარ ნამდვილად, რომ შობა გამითენდა, ჯერ დიდება უფალს და თქვენთან ერთად ვიღებ მონაწილეობას ასევე გადაცემაში ვიზიტი. დღეს შობაა, გითხარით თუ დადიხართ ალილოზე, ვისთან ერთად და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტრადიცია თქვენთვის? რა თქმა უნდა დავდივართ მეგობრებთან ერთად. ყველაზე ძალიან გვიხარია ეს, იმიტომ ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული და მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შობა სიტყვიდან გამომდინარე უნდა დავესწროთ ყველა კარგად და ხვავით, რა თქმა უნდა. თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის მეკვლე, ისევე როგორც გასულ წელს. რამდენად მნიშვნელოვანია ის თუ ვინ იქნება ოჯახის მეკვლე? რამდენად მნიშვნელოვანია, ანუ როგორც დახვდები მეკვლეს გულით და სულით, ხო? აი ესე იქნება ყველაფერი, რა თქმა უნდა. მთელი ცხოვრება. ყოველთვის ესე უნდა იყოს, აბა რა. თქვენ ხართ პირველი საბავშვო გადაცემის წამყვანი. მოდით გავიხსენოთ ეს დრო და ახლა როგორც წამყვანი შეგიძლიათ წაიყვანოთ გადაცემა. წარმოიდგინეთ, რომ ესაა გადაღება იწყება და ოპერატორი განიშნებთ, რომ დაიწყოთ. როგორ დაიწყებთ? კი ბატონო, გავიხსენებთ მაშინ, თან ნერვიულობდი ხოლმე, სანამ დავიწყებდით ჩაწერას, რა თქმა უნდა, ეხლას ვნერვიულობ. კარგი. ესე იგი ვიწყებთ ჩაწერას და ველოდებით ოპერატორს. ნუ ვისწორებთ, რა თქმა უნდა, ყველაფერს.
გამარჯობათ, მოგესალმებით. გილოცავთ შობა ახალ წელს, ყველა სრულიად საქართველოს ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო და ახლა კი მე და მარიამი წავიყვანთ გადაცემაში ვიზიტი, ასე რომ ვიზიტი დაიწყო. მე მგონი გამომიგდა. კი, კარგად გამოგივიდათ. და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენგან შესანიშნავი ჟურნალისტი დადგებოდა. სხვათა შორის მინდოდა ძალიან მინდოდა, მაგრამ მე ხო იცი, იცვლება ხოლმე რაღაცეები და ასე რომ მოვხვდი მე თეატრალურზე და იმ განხრით წავედი. და შემდეგ, რა ვიცი, ხელოვნებას ვერ უღალატე რა. ასე რომ ისევ ხელოვნებაში ვარ. თქვენი კურიოზებიდან რაიმეს ხომ არ გაიხსენებდით? კურიოზები ძალიან ბევრი, ნუ ისევ გადაცემიდან გამომდინარე ვიტყოდი, ძალიან ბევრი კურიოზები გქონდა. და ეს იყო დაუვიწყარი. უმაგისოდ ფაქტიურად არ გამოდიოდა გადაცემა. იყო გავიხსენებდი, რომ საერთოდ რატომღაც სიტყვებს ვერ ვიძახდი ხოლმე. ხო და ასე რომ მთლიან კოლექტივს ვაწვალებდი ხოლმე ჩაწერის დროს. მაგრამ ბოლოს მაინც ისევ მათი დამსახურებით ყველაფერი კარგად იყო. წელს თოვლის ბაბუმ რა მოუტანა თქვენ შვილებს და კიდევ გჯერათ ამის? უნდა დაიჯერო. კი, ჯერა, ნამდვილად. მომუტანა საჩუქრები, რა ვიცი, ბევრი და ხო იცით, ბავშვებს ყოველთვის ეგუხარიათ. რას ელოდებით ახალ 2016 წლისგან? როგორია თქვენი მოლოდინი და შეგიძლიათ ხმამაღლა ჩაიფიქროთ სურვილები? ხმამაღლა ჩავიფიქრებ, კი ბატონო, აბარა. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ყოველთვის და ხმამაღლა იმას ჩავიფიქრებ, რომ მინდა რომ სრულიად საქართველო იყოს გაბწყინებული და იყოს მშვიდობა. და კიდევ ვიტყოდი იმას, რომ ეს წელიწადი ყოფილიყოს ის ძველი პრობლემები თუ რაც იყო ცუდი ჩავაბაროთ 2015 წელს და დავიწყოთ ახლით 2016 წელს. თქვენ რა როლი გაქვთ ახალი წლის ღამეს ოჯახში და თუ ეხმარებით ოჯახის წევრებს? მოკლედ ფუსფუსებ თან ჩემს მეუღლეს ვაბრაზებ ხოლმე რომ კარგი დაისვენე, შენ დაისვენე, მამაკაცები ვართ, ხო იცით და ასე შემდეგ. რა ვიცი, ჩემი როლი მაინც მაქვს ხოლმე იმ მზადებაში, საახალწლო მზადებაში. და ბოლოს, რაიმეს ხომ არ შეგვისრულებთ? კი, რა თქმა უნდა, მე მარტო არ მოვსულ ვარ თქვენს გადაცემაში. მოვედი გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი ხარებასთან ერთად. ჩვენი ხელმძღვანელი გახლავთ ტარიელ ჯაჭვაძე, ასევე მინდა მივულოცო ახალი წელი და რა ვიცი, შეგისრულებთ, მოგილოცავთ ერთი კარგი სიმღერით ახალ წელს. Samsho
მადლობთ, რომ იყავით ჩემთან ერთად. მადლობა თქვენ, ისევ და ისევ მოგილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ულებთ წარმატებებს. მე კი მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ანსამბლ ხარებას, რათა ასე გაგვილამაზა ჩვენი გადაცემა. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩემი ვიზიტი შედგა ჩვენი სულ პირველი გადაცემის წამყვანთან და ანსამბლ ხარებას სოლისტთან უჩა ვალიშვილთან. მაყურებელს კი 2 კვირით დავემშვიდობები. ნახვამდის. როგორც ჩანს, ჩვენ სტუმარს კარგი ფეხი ექნება და მე ამაში დარწმუნებული ვარ. მეგობრებო, 2016 წელი ეს არის ცეცხლოვანი მაიმუნის წელი. ამიტომაც მაქსიმალურად ნათელი და ცეცხლოვანი ფერები უნდა გამოგვეყენებინა, როგორიც არის წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი და ასევე მწვანეც. რადგან ეს წელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელია, ჩვენ ერთ ოჯახში გავიგონებთ სიტყვა მაიმუნს, რომელიც იქნება ძალიან აქტუალური. სატნე, შენ იმაიმუნე თუ არა ახალ წელს, რადგან ასეთი წესი იყო, რომ უნდა გემაიმუნა, რადგან მაიმუნის წელი არის. რა თქმა უნდა, ვიმაიმუნე, ჯერ ჩემს ოჯახში ვიმაიმუნე. მე ზევით სახლში გამგზავნეს, არც იქ დავაკელი მაიმუნება. შემდეგ უკვე თბილისში წავედი და იქაც ცოტათი ვიმაიმუნე, რადგან ჩემი მამიდაშვილის ოჯახი იყო და არ მინდოდა თავი მომებეზრებინა მათთვის. მაგრამ გუშინ ჩამოვედი. მე როგორც ვიცი, ცოტნე მაიმუნს უყვარს ბანანი და მზესუმზე და შენ გიყვარს თუ არა? რა თქმა უნდა, მე მიყვარს ეს ორი სასუსნავი, განსაკუთრებით კი ბანანი და შენ? მე უფრო მზესუმზე და შეიძლება ბანანის ჭამაში გავეჯიბრო მაიმუნს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მზესუმზის ჭამაში აუცილებლად მოვუგე. მე პირიქით შეიძლება მზესუმზის ჭამაში ვერ გავეჯიბრო, მაგრამ ბანანისაში მოვუგებ. ახლა კი ჩვენ ვაგრძელებთ მილოცვებს და ახალ წელს მოგვილოცავს სამუსიკო სკოლების გაერთიანების და მიკროფონი ჩართულიას ერთობლივი პროექტი. ერთობლივი პროექტი, რომელსაც ვიკა უძღვება. მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ შობა ახალ წელს. ეს წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის ბედნიერების და წარმატების მომტანი იყოს. ეს არის სამუსიკო სკოლების გაერთიანებისა და მიკროფონი ჩართულიას ერთობლივი პროექტი. მე ვიკა ვარ და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ლუკა თევდორაშვილი, რომელიც გურჯაანის სამუსიკო სკოლის მოსწავლეა. მოგესალმებით ლუკა, გმადლობთ რომ ჩემთან ერთად ხარ. მოდი პირველ რიგში გვიამბე როგორ გაატარე ახალი წელი და საერთოდ რას ნიშნავს ჩემთვის ეს დღესასწაული? მე პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი, ყოფილიყავით ბედნიერები და ყველაფერი კარგად გქონოდეთ. როგორ გაატარე შობა? მე შობა ახალი წელი გავატარე, ბიძაშვილები ჩამომივიდნენ თბილისიდან, გავერთეთ რას ნიშნავს შენთვის ეს დღესასწაული? ანუ როგორი განწყობით შეხვდი? მე ძალიან კარგი განწყობით შეხვდი ამ წელს. მოდი მითხარი ლუკა, შენ რატომ დაინტერესდი მუსიკალური ხელოვნებით და როდის და რა მოგწონს მუსიკაში? მე მუსიკალური ხელოვნებით დავინტერესდი, იმიტომ რომ ოჯახში ყველა წევრი მყავს მომღერალი და ამიტომაც 5 წლის მივედი ილია დათუაშვილთან. მინდა მადლობა მოუხადო ილია დათუაშვილს, რომ მასწავლა სიმღერები და ჩემს გვერდს არის და დავდივარ მასთან. მითხარი ლუკა, შენ გაქვს თუ არა გამოცდილება? ანუ გამოსხვალ თუ არა სცენაზე? დიახ, გამოსვლა. მე როგორც ვიცი, შენ სწავლობ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლში და მღერი საერთოდ და როგორ მოხვდი ამ ანსამბლში? მე ამ ანსამბლში მოხვდი 5 წლის რომ ვიყავი და რომ მივედი დაინტერესებული ვიყავი და გავიგე ჩემი მეგობარი დადიოდა და მე ისე მიყვარდა სიმღერა რომ მე ვიფიქრე მივალ მეთქი. ანუ სცადებედი და გაგიმართლა. ვინ გეხმარება ამ სფეროში? ამ სფეროში მეხმარება ილია დათუაშვილი. მშობლები არა? მშობლებს მეხმარება. ლუკა, მითხარი, მუსიკის გარდა კიდევ რითი ხარ გატაცებული და თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე? თავისუფალ დროს მე ვაკეთებ მღერი ვარ. ანუ სულ მღერი ხარ, ცეკვა არ გიზიდავს ან ხაეტო არა იმე სხვა სფერო? არა. მხოლოდ მუსიკით ხარ დაინტერესებული. გიყვარს თუ არა სწავლა? დიახ, მიყვარს. ანუ ბეჯითი ხარ ხომ? არ გეზარება ხოლმე სწავლა? არა. ძალიან კარგი. რას აპირებ მომავალში? გაყვები თუ არა მუსიკას? დიახ, გავყვები. და ვინ იქნები მასწავლებელი? ანუ რა პერსპექტივით აპირებ რომ გაყვე?
მევაპირებ შეიძლება მასწავლებელი გამოვიდეს, შეიძლება უბრალოდ მუსიკოსი და იმღერო. სიმღერა უფრო გიყვარს თუ დაკვრა? ორივე. რა იქნება შენი უახლესი გეგმები, ლუკა? ჩემი გეგმები არის რომ გამოვიდე მუსიკოსი, კიდევ მინდა რომ გამოვიდე ექიმი და უცადე ისეთი რამ რაც მინდა. კარგი, ლუკა, ახლა რა შეგვისრულებ? მე შევასრულებ თვალსარად მარადა ქალა. მადლობა ლუკა, ძალიან მომეწონა შენი შესრულება და ასევე მადლობა რომ იყავი ჩემი სტუმარი. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუსიკალური სკოლების გაერთიანებას, რადგან გვაძლევს საშუალებას რომ ასეთ ნიჭიერ თაობას გავუკეთოთ პოპულარიზაცია. მე კიდევ ერთხელ გილოცავთ და დაგემშვიდობებით. ნახვამდის. დიახ, მეგობრებო, უკვე შობა და არაერთ ოჯახში არის ნაწვისხე. ყველა ყიდულობს ცოტნე ნაწვისხეს და ყველა რთავს. თუმცა არავინ არ იცის ერთ-ერთი განსაკუთრებული წესი. შეიძლება ვიცით რომ როგორ მორცობს ნაწვისხე, მაგრამ არის რამოდენიმე ფაქტორი გასათვალისწინებელი. თუ თქვენ გინდათ რომ თქვენმა ნაწვისხემ მთელი აჯანყების განმავლობაში იბწყინოს, გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები. ვიკა, იცოდი რომ ნაწვისხის მორთვა ქვემოდან ზევით უნდა დავიწყოთ? რა თქმა უნდა, არ ვიცოდი ცოტნე. მე უბრალოდ რასაც ხელში მოხდებოდა და სადაც მოისურვებდი, იქ დავკიდებდი. ეს ნამდვილად არ ვიცოდი. შენ ცოტნე. არც მე არ ვიცოდი და ამის შემდეგ გავითვალისწინებ ამ წესებს. ასევე ჩვენმა მაყურებელმა უნდა გაითვალისწინოს ეს წესები, რადგან გქონდეს განსაკუთრებული წელი. ახლა კი ჩვენ შემოგვერთდებიან მარიამი და ვალერი. მოგესალმებით მეგობრებო, მე და მარიამ მოგიყვებით ყველაზე საინტერესო ამბებს. გამარჯობა, გილოცავ ჩობა ახალ წელს. მოდი გავიგოთ როგორ და რაზე შეიძლება მორთოს ნაძვისხე. ნაძვისხის მორთვა მთელი რიტუალია.
თუმცა სანამ მოვთავთ ერთად გავიგოთ თუ რაზე უნდა დავდგათ. ამ ბოლო დროს იყენებენ სადგრების ალტერნატიულ ხერხებს. ძველად მარტო პლასტმასის სადგარზე იდგა და ეს უფროსებსაც კარგად ევახსოვრებათ. ახლა მას ხის ლარნაკში ან ქოთანში ათავსებენ. ისე კი ვინც ვერც ერთ ხერხს ვერ მოახერხებს, მას ვურჩევთ, რომ დადვირს ხის წინი დამალოს სათამაშოებით და საჩუქრებით. ვალერი, შენ სად ათავსებ დადვირს ხეს და როგორ გამოგდის ეს? მარიამ, ჩემს დადვირს ხეს პლასტმასის სადგარი აქვს. ახლა კი მოდი გავიგოთ რა არის ფერადი სანთლის დანიშნულება და როდის რა ფერი სანთელი უნდა დავათოთ. ვფიქრობ ამისო და არ გვაწყეს ახალი წლის და ბედობის დღეებში. ვალერი, იცი რომ ძილის წინ თუ საჭირო ფერის სანთელს მიაღწევ, წარმატებას მიაღწევ და ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებ. მინდა გითხრა რომ მთავარი საიდუმლო სანთლის ფერის სწორი არჩევაა. თუ ძალაუფლება და ავტორიტეტის მოპოვება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ ნარინჯის ფერის სანთელი ანთოთ. ენერგეტიკა და რომანტიკა გჭირდებათ, შეგიძლიათ ვარდისფერი სანთელი ანთოთ. შემოქმედმა ადამიანმა ყვითელი ფერის სანთელი უნდა აანთოს. ავისფერი კარიერული წინსვლაში დაგეხმარებათ. სულიერ სიმშვიდეს ლურჯი სანთელი მოგიტანთ, დადებით ენერგიას კი მწვანე სანთელი. ეს მართლაც საინტერესოა, ვალერი, დაწუნებული ვარ. ეს ჩემსავით ბევრმა არ იცოდა. ისე კი ძალიან მომწონს ფერადი სანთლები. როგორც ასტროლოგები გვეუბნებიან, ახალ წელს სასურველია ყველა ოჯახში დადვირს ხის გვერდით მანდარინის თუნდაც პატარა ტოტი დაიდოს. დადვირს ხის გარშემო კი მზესუმზირის მარცვლები უნდა დავყაროთ. თუ ყავის მარცვლებსაც მიმოვფანტავთ, ამ წელს ჰიპერაქტიურები ვიქნებით. მაგრამ თუ ეს არ გსურთ, ბანანი და მზესუმზირა საკმარისია. თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ახალ წელს მანდარინის ტოტით და მზესუმზირით. რა სიტყვი, მარიამ? ვალერი, ჩემს საახალწლო სუფრაზე ნამდვილად იყო მზესუმზირა და ბანანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ასეთი იყო საინტერესო ამბები. ჩვენ ერთმანეთს 2 კვირის შემდეგ შევხვდებით. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. ვაგზელებთ გამოშვებას. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. ახლა მოდი გავიგოთ, რა ამშვენებდა ჩვენს სუფრას და რა იყო მთავარი ატრიბუტი. ცოტნე, შენ საახალწლო ნუგბარიდან ყველაზე მეტად რა გიყვარს? მე ყველაზე მეტად მიყვარს ბებოჩემის გაკეთებული გოზინაყი, ასევე ტორტები, ოღონდ ცოტას თუ შევჭამთ და რა თქმა უნდა არც საციუზე ვამბობ უარს და არც კოჭზე. მე ძალიან მიყვარს შამპანიურის დალევა, პირველ რიგში სასმელი დავიწყებ. ძალიან მიყვარს ასევე ტკბილეულიც, ტორტიც მიყვარს, მაგრამ ახალ წელს უფრო ნამცხვრის ჭამა მირჩევნია. ტორტი დაბადების დღეზე. ძალიან მიყვარს ასევე მოურავი სალათები და რა თქმა უნდა ტკბილეული. ახლა კი მოდი გავიგოთ თუ რას ფიქრობენ ჩვენი ცელქები. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო გაწყობა გრძელდება. მოგესალმები, ანუკი. როგორ ხარ? როგორ შეხვდი ახალ წელს? როგორი დრო გაატარე? მოგესალმები, მარი. ახალ წელს მე შევხვდი ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად სახლში. 12 საათში რომ შესრულდა, მე და ჩემი ძმა გაგვიყვანეს გარეთ. გავისროლეთ ფეირვერკები. სახლში რომ შემოვედით, სუფრა შემოუსხედით. უფროსებმა ახალი წლის მოსვლა დალოცეს. მეორე დღეს კი დილით მეკვე გვეწვია. მე თოის პაპა მომიტანა ანგელოზი და ბარბის სახლი.
შენ რა მოგიტანა? მე მომიტანა თოვლის ბაბუამ სათამაშოები და წიგნი. მარი თუ გაინტერესებს, იმასაც გეტყვი, რომ ჩემ ძმას მოუტანა გასართობი სათამაშოები. მე დედას მიმეხმარე სუფრის გაშლაში და ნამთხვრის გამოცხობაში. შენ თუ მიეხმარე დედას სუფრის გაშლაში და რომელი კბილური გიყვარს? მე ყოველთვის მეხმარები ჩემს დედიკოს ძირითადად სუფრის გაშლაში. ყველაზე ძალიან მიყვარს გოსინაყი. რას ელოდები 2016 წელს? მე მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრები, ასევე ჩემი მეგობრებიცა და ახლობლები ძალიან კარგად იყვნენ, სადაც მივიღო ყველგან მხიარული ადამიანები მხვდებოდნენ. გიყვარს ზამთრის სატრატეგები და რას აკეთებ ხოლმე? მე ისედაც მიყვარს არდადეგები, ზამთრის არდადეგებზე. მეცადინეობ ხოლმე. გარეთ როცა თოვლს ჩემს მეგობრებთან ერთად ან გუნდაობ, ან ციგაობ. მე ვიყავი ჩემი ოჯახის მეკვე. ვინ იყო შენი ოჯახის მეკვე და შენ თუ ყოფილხარ მეკვე? ჩვენი ოჯახის მეკვე იყო ჩემი მეგობარი. მეც ყოფილა მეკვეთანაც არაერთხელ. მეკვეობა ლამაზი ტრადიციაა. მას მეკვეზეა დამოკიდებული. დღეს შობა თუ დადიხარ ალილოზე და როგორ მიულოცა შენ მეგობრებს? ისევე როგორც ყველა ადამიანს მე ძალიან მიხარია. ახალი წლის მოსვლა. კი, დავდივარ ალილოზე, თან ძალიან მიყვარს. ჩვენი ეთერის საშუალებით ვისარგებლებ და ჩემს მეგობრებსა და მთლიან საქართველოს მივულოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. მოდი ცოტა გავხალისდე და ვიმღეროთ. ალილო, შობა თენდება, ახალი წლის სიხარულს რა შედრება, რეკავენ ზარები დილა თენდება, სიტყვა და ღიმილი დაგვებედება. ჩვენ ამ თემით დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ახლა როდესაც ჩვენი გადაცემა ეთერშია, ტრადიციულად ალილო იმართება. ვიკა, შენ ყოფილიხარ ალილოზე და რა ტრადიციის შესახებ? ცოტნე მე ალილოზე რა თქმა უნდა დავდივარ და ტრადიცია ის ვიცი რომ ჩამოიარო, იმღერო და შემდეგ რაცაც შეაგროვებ ის უნდა გაინაწილო. ვიკა, არა მარტო შეგიძლია იმღერო, არამედ შეგიძლია ლექსის თქვა და შემდეგ გაინაწილოთ ტკბილეული. ასევე მე მინდა მაყურებელს შევახსენო რომ დღეს შობაა და ეს დღესასწაული იმით არის განსაკუთრებული, რომ კაცობრიობას მოევლინა კაცობრიობის მხსნელი მესია იესო ქრისტე. ახლა კი მოდი გავიგოთ ფერადი ამბები, რომელსაც სპორტის სიახლეები დაასრულებს. საღამომშვიდობის ახალი ამბები ისევ ეთერშია ნინო და ალექსანდრესთან ერთად. მინდა შობა ახალი წელი მიულოცო, მიკროფონი ჩართულიას, ჩვენს ტელემაყურებელს და სრულიად საქართველოს. 2016 წელი თქვენთვის ყოფილიყო სიხარულისა და ბედნიერების მომტანი. მოგესალმებით, რა გილოცავთ შობა ახალი წელს? ახლა კი საინტერესო ინფორმაცია. მშობლებო, ფრთხილად ეზოში გართობა ხშირად ასეც შეიძლება. ამ სლოგანით მშობლებმა ასაფეთქებლების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. მოძრაობა დეკემბრის დასაწყისად დაიწყო. თუმცა შედეგი ჯერ არ მოჰყოლია, რადგან არც მაღაზიას უთქვამთ უარი მათ გაყიდვაზე და არც საკანონმდებლო ორგანოში დაძრულა თემა. თბილისის ნაძვისხე მსოფლიოს უჩვეულო საახალწლო სიმბოლოების ნუსხაში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ საახალწლოდ იყო მორთული გურჯაანის მთავარი ქუჩაც. ყველასათი საყვარელი მსახიობი გივი ბერიკაშვილი შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. მე და ალექსანდრე ვულოცავთ მას ამ დაჯილდოვებას, რადგან მან ეს ჯილდო ნამდვილად დაიმსახურა. რომელი ქალის სახელი იყო პოპულარული გასულ წელს? ირკვევა, რომ ყველაზე პოპულარული სახელი ნინო იყო.
მეორე ადგილზეა მარი, მესამე და მეოთხე ანა და ნანა. ესპანეთში საერთაშორისო კონკურსში 9 მოსწავლემ გაიმარჯვა, რომლებმაც საპრიზო ადგილი აიღეს. გამარჯვებულები ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ. 2016 წელი საქართველოში ევროპულ წრედ გამოცხადდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. შეგახსენებთ, რომ ამ ინიციატივის ავტორი საქართველოს პრეზიდენტია. ნაძვის დღის გაზრდას 40 წელი მაინც სჭირდება. ნაძვის უკანონო მოჭრა კი დასჯადია. ჯარიმის ოდენობა 200 ლარიდან 400 ლარამდეა. თუ ქმედება დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება, მაშინ ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. ასე რომ მოსახლეობას ვურჩევ თავი შეიკავოს წიწოვანი ნარგავების უკანონო რეალიზაციისგან. ალექსანდრე, თუ ნაძვის დღის გაზრდას 40 წელი სჭირდებოდა, არ ვიცოდი, პირველად გავიგე. აი, ასეთი იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. ჩვენ რუკის გემშვიდობებით, გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ნახვამდის. ნახვამდის. ეს არის 2016 წლის პირველი გამოშვება. გილოცავთ შობა ახალ წელს. ახლა კი სპორტის ამბებს წარმოგიდგენთ. კატარის დედაქალაქში პრესტიჟული შეჭადრაკო ტურნირი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი გახდა. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ბელა ხოტენაშვილმა აჩვენა. 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად მორაგბე მამუკა გორგოძე დასახელდა. 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად ანა პოღოსიანი გახდა. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე სტამბოლის თასზე მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2015 წელს საუკეთესო სპორტსმენად თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩიკაშვილი დაასახელა. ამ დროისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. ვაგრძელებთ გამოშვებას. ახალი წლის დღესასწაულს ცოტნე მთელ სოფლიოში აღნიშნავენ, თუმცა განსხვავებულია წესები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოშიც არაერთ კუთხეში ძალიან განსხვავებულია ეს წესები და ძალიან მრავალფეროვანია. ამ განსხვავებების მიუხედავად, ყველა ქვეყანას ერთი რამ გვაერთიანებს. ეს არის ამაღლებული განწყობა და სიახლეების მოლოდინი. ვიკა, შენ გჯერია რომ თოვლის ბაბუას საჩუქრები მოაქვს? რა თქმა უნდა, მე არ ამჯერად ცოტა, იმიტომ რომ გავიზარდე, თუმცა როდესაც პატარა ვიყავი, მჯეროდა, მაგრამ არ მინდა რომ ამ ჩემი პასუხით ნებისმიერ ბავშვს გაუჩეს იმის სურვილი, რომ თოვლის პაპა არ არსებობს, რადგან როდესაც პატარა ხარ, ეს გიხარია. ასევე ცოტნე მინდა აღვნიშნო, რომ ახალი წელი არანაკლებ უხარიათ ვარსკვლავებს და ერთ-ერთ ასეთ ვარსკვლავს მარი ქართელიშვილი გაგაცნობთ. მოგესალმები, მე მარი ვარ. გილოცავთ ახალ 2016 წელს. სიხარულს, ბედნიერებას და სიკეთეს გისურვებთ. ვის არ უყვარს ახალი წელი? ამ მხრივ ვარ ცნობილი ვარსკვლავები არ არიან გამონაკლისები. ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. ბევრ ცნობილ ქალს აქვს თავისი სილამაზის და ახალგაზრდობის საიდუმლო. ეს ეხმარება ადამიანს urebodes მიმზიდველად, არ მხოლოდ 20 წლის ასაკში, არამედ 40 წლის ზემოთაც. დღეს მე მოგიყვებით ლეგენდარული ოდრი ჰენბერის შესახებ. იგი უდიდესი მსახიობი იყო, რომლის სილამაზით უამრავი ადამიანი იყო გაოცებული. მან იგი რამოდენიმე საიდუმლოს გვინხავს. ლამაზი ტუჩებისთვის ილაპარაკეთ მხოლოდ კარგი, ლამაზი თვალებისთვის წერებთ კარგი სხვაში, წონასწორობისთვის კი არეთი მისი მედით, რომ თქვენ მარტო არ ხართ. მან თავი უამრავი ფილმით დაგვამახსოვრა და სიკეთეს ასხივებდა. თქვენი ბედნიერების საიდუმლო თქვენს სიკეთის
გაკეთებაშია. ნახვამდის. განვაგრძობთ გამოშვებას. შევახსენებთ, რომ ეს არის 2016 წლის მიკროფონი ჩართულიას პირველი გამოშვება. ახლა კი ცოტნე დროა გავიგოთ, თუ სად იმყოფებოდა თომა და რა მოგვიმზადა. გილოცავთ გამარჯობათ, მე თომა. გილოცავთ ახალ 2016 წელს. 2016 წელს პირველ გამოშვებაში გადავწყვიტეთ მაღალმთიანი სოფელი ჭერების შესახებ მოგითხროთ. სოფელი ჭერები მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ისტორიული წყაროების მიხედვით მე-5 საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალს დაუარსებია და უბოძებია ტახტის მემკვიდრე დაჩისთვის. ჭერემი იქცა კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად. მე-5 საუკუნეში სპარსელებმა შემოსრეს ქალაქი ჭერემი. ჭერემმა დაკარგა პოლიტიკური ცენტრის სტატუსი და იგი ასრულებდა რელიგიურ ცენტრის როლს. 1757 წელს ფეოდალების მიერ ჭერემის დარბევის შემდეგ ჭერემის ეპარქია გაუქმდა. ამჯერად სულ ეს იყო. ნახვამდის. დაგიბრუნდით მეგობრებო, ახლა ჩვენ შემოგვიერთდება ყველაზე პოზიტიური და პატარა წამყვანი ნანუკა მათუზაშვილი, რომელიც მოუთმენლად ელოდება თოვლის ბაბუასგან კანფეტებს და მან თოვლის ბაბუას და ახალ წელს პატარა ლექსი მიუძღვნა. შეოდალის ბაბუა, მე მატლები ძალიან გავიგერო ბავშვებთან გულით მოგიხარია ისიც ვიცი ღუძინით საცუკლების ზავშე გაქვს გონი ლოგო დაღანა ძიმეტი დისტავება ამასობაში ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მადლობთ, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ცოტნე მე მაყურებელს შევახსენებთ, რომ გადაცემას უძღვებოდით მე და ცოტნე. ასევე გმადლობთ იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. საამდე მშვიდობებოდეთ, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ შობა ახალი წელი და ეს წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის სიკეთის მომტანი იყოს. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.